ზუგდიდში კერძოდ სოხუმის ქუჩიდან რუხის სკოლამდე ფართომასშტაბიანი ველორბოლა 2013 გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს ველორბოლა ენგურის ხიდსაც გადაკვეთს და მასში აფხაზი ველომოყვარულებიც ჩაერთვებიან. წელს ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდასთან ერთად შერიგებისკენ მოწოდება. ველომბრბოლელები აფხაზებს მეგობრობის ხიდის აღდგენისკენ მოუწოდებენ. პროექტი მიზნად ისახავს ველოკულტურის პოპულარიზაციას რეგიონში. დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწევით, ასევე ველოკულტურის ჩამოყალიბებას ჩვენს რეგიონში. დაახლოებით 60-მდე ველორბოლის მოყვარული იღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. სტარტი იწყება, როგორც ხედავთ, ჯანსაღი კვების პროდუქტების მარკეტიდან სანდეი და ფინიში იქნება რუხის ციხესთან, ენგურის ხიდთან დაახლოებით, იმიტომ რომ გვინდა რომ მომავალ წელს მაინც უკვე სტარტი დავიწყოთ ენგურის ხიდთან და ფინიში დამთავრდეს სოხუმში, ჩვენს ნანატრ სოხუმში. ღონისძიებაში სულ 60-მდე მოყვარული ველომრბოლელი იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრში ასაკი შეზღუდული არ იყო, თუმცა პირველობა ახალგაზრდა მონაწილეს ერგო, რომელმაც აღნიშნა, რომ ის უკვე მესამე წელია მსგავსი სახის აქციაში მონაწილეობს და გამარჯვებული სტატუსითაც სარგებლობს. ორგანიზატორებსაც მადლობას ვუხდით, რა ვიცი. მოხარული ვიქნები მომავალში თუ ჭადდება ეგეთი ღონისძიებები. პირველი ადგილი ავიღე უკვე პირველჯერ, უკვე მეორეჯერ ხდება რომ პირველ ადგილს ვიღებ და რავი, მადლობელი ვარ. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრასა, რომელსაც გავდივარ თუ დრო მაქვს თითქმის ყოველთვის ყოველ დილით. აქედან ენგურის ხიდამდე და დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ და წავალ ამ ახალგაზრდებთან ერთად. სამშვიდობო აქციის ორგანიზატორები ხიდი პოლონეთთან, ზუგდიდის სულიერებისა და კულტურის ცენტრი და რეალური ხალხი, რეალური ხედვა, ხოლო საინფორმაციო მხარდაჭერა რადიო ათინათმა გაუწია.